ჯეტია ხუჭი გაიხსნა Rolls-Royce-ის ცენტრი, რომელიც სულ რაღაც ერთი დღის გახსნილია და რას დამყვები? შენ დამყვებით, ნო? წეგან მინდოდა ვიდეოს დაწყება და ის აქ ჩემთან ერთად იყო, მაგრამ ნუ რა მნიშვნელობა აქვს, მოკლედ Rolls-Royce-ის ცენტრი გაიხსნა და დღეს აქედან დარწმუნებული ვარ Franklin-ი ნადავლის გარეშე არ წავა. ამიტომ ავიყვანოთ ეს თუ 10000 ლაიქზე დააჭერეთ აბა წითელ subscribe ღილაკს. შეხედეთ ბიჭო, რა მაგარი Rolls-Royce-ები უყენია. დო ეს არის Rolls-Royce Ghost-ი, თუ არ ვწდები, ესეც Ghost-ი, უკან ის ალბათ Phantom-ი და რაღაც უდგათ კიდე შეგნით უბრალოდ რომელი საათია? 7:26 წუთი. იმედი მაქვს ღია არის. პროსტა ბიჭო Rolls-Royce რა გაუჭირდა ერთი რო ის დიდი ცენტრი გაეკეთებინა რა. მაგრამ ეს ალბათ პატარა ფილიალია. ოპა, რა გინდა მყუდრო ინტერიერია, ულამაზესი Rolls-Royce, მაგრამ ეს რომელია თო? დაბლა კანათებს. ძალიან ძერსკი შავი სალონი, ნუ რა თქმა უნდა Rolls-Royce-ის ჭერის ზევით და ბიჭო რაღაც ტუნინგია ეს აშკარა და რატო ყოფ ვერ გავიგე Rolls-Royce-ის ცენტრში დატუნინგებული მანქანები. დაწერეთ კომენტარებში დღევანდელ ვიდეოში თქვენ რომელი Rolls-Royce მოგეწონებათ და ამას შეხედეთ თო. Rolls-Royce-ის კონცეპტი როგორ ჩანს და სიმართლე გითხრათ მე პირადად კონცეპტებზე ვერ გიждები, ეს რა არის? Vision Next 100. ოპა, აი ძმაო სალონი მესმის. გონი პირველ რიგში დღეს ამ მანქანას მოვიპარავ, მაგრამ ბიჭო, თან მომწონს ეს მანქანები და თან არა. მაგარია მოკლედ რა. კიდევ ერთი მანქანა რაც აკვავს, ეს არის ძველად ძველი Rolls-Royce, ეს არის გონი Phantom-ი, ხო? ბიჭო, Phantom-ი მეღოსა. ბიჭო, მათო სახელი გეუბნება. Phantom, სასაულია. უკან მონიტორები, ეს იმენა ბიზნეს კლასია, რასაც ქვია და ძველი მანქანები ზუსტად ამიტომ საბორცებში ხედეთ რა ხარისხენი და ფუმფულაა. და აქეთ ჩვეულებრივი Rolls-Royce, რომელიც საშნელ ფერში, არ ვიცი, ეს ფერი მე არ მომწონს, ხა სიზილპიპილო ფერია რა. უბრალოდ ეხლა მე მჭირდება აქედან გეგმა როგორ გავიყვანო ეს Rolls-Royce-ები. ეს დრაივზე გაყვანა და რაღაცები უკვე მომაბეზრებელია. შეიძლება დღეს ერთი მანქანა გავიყვანო და ეს ერთი უნდა ავარჩიო, რომელია ჩვენთვის ყველაზე კაი. აქ რა არის? აქ ვარჩევთ მატერიალებს და რაღაცებს თუ შეკვეთა გვინდა და შეკვეთა ამჯერად არ მინდა. ეს გამარჯობოთ ქალბატონებო, ეს Rolls ხო ღია არის ყოველ შემთხვევაში ჯერ რო ვიკითხო. გამარჯობათ, დიახ, ჩვენი ცენტრი ღია არის. ძალიან კაი, ესე იგი, შეძენა მინდა Rolls-Royce-ის რა და ჯერჯერობით არ ვიცი რომელი შევიძინო. ფული მაქვს. არჩევანსაც ვერ ვაკეთებ, ხედავ რაღაც არჩევანი გაქვს შეგნით და თუ შეიძლება რომ გავტესტოთ. მენეჯერს უნდა დაელაპარაკოთ, ჩვენ ბოთ კონსულტანტები ვარ. მენეჯერი სად არის? საფერფარეშოში არის, რაღაცა ჭერი ჩამოინგრა. უი, რას ლაპარაკობ? საით არის საფერფარეშო? აი უკან ეგ მარცხნივ. ვაახ, რა ცუდია. ახალი გაკეთებული არის არა და ეს ცენტრი, ხო? დიახ, მაგრამ აი რას ვიზო. ძალიან კაი, ჩვენთვის კაი. აქ არის, ხო? დიახ, staff only აწერია. Staff only. ჭერი ჩამოინგრაო, მეღადები Rolls-Royce-ის ცენტრში მოდიხარ და ჭერი არის ჩამოგრეული, წარმოიდგინეთ, არ ვიცი რა. გამარჯობა. ვიხარ გასო შენ? ერთი წამით ვერ გავიგე Rolls-Royce-ის ცენტრის მენეჯერი ხართ თუ ვიც რა ქვია, ზურაბა. წესიერ მელაპარაკეთ. ბოდიშ გიხდენ რო იმახმოშლე რა, ხელოსნების ამბავი ხო ის გახედე ჭერს რა დღეშია. ვახ, ოპა, აქ ჩამოგაწვიმ თქვენ ჩვეულებრივად, ხო? დიახ, რა გნებავ თქვენ? მე Rolls-Royce-ის შეძენა მინდა ბატონო. ისა უკაცრავად აი გამოვყევით ახლა და ავარჩიოთ აბა. კი ბატონო, ვახ, ესე იგი აქ რამე და შესვლა შევძლებთ ამ ცენტრში და არ მოგვიწევს კამერების და რაღაცების გატეხვა. დიახ, აი რომელი Rolls-Royce-ის ხართ ახლა დაინტერესებული რომ შეიძენოთ? აი არ ვიცი რა ეხა, სიმართლე გითხრათ, ბიუჯეტში გარღვევა არ მაქვს, ჩვეულებრივად ნებისმიერ შეძენას შევძლებ, ალბათ, მაგრამ ეს რა ღირს? მოკლედ ეს Rolls-Royce არის უნიკალური. ძირითადად არ იყიდება ხოლმე, მაგრამ თქვენ არ კლიენტებს მივყიდით საკმაოდ კაი ფასად. ეს არის კაი ზვერა აფირისტი. მოკლედ 50 მილიონად მოგცემთ ამას. 50 მილიონად ამას. კი ბატონო, კაი ფასი აქვს რა გინდა 50 მილიონი მშვენიერია ახლა. აგერთან აწერია რომ რაღაც edition-ია. კარგით, რო რაღაცა ტესტ-დრაივზე რო გავიყვანოთ? დიახ, უბრალოდ მეც უნდა ჩაგიჟდეთ მანქანაში ხო ხდებით ახლა პროცედურულად როგორ ხდება, იმიტომ რომ იპარავენ ქალაქში გაყავთ ტესტ-დრაივს და უკან აღარ მოყავთ. აჰა, ესე იგი ჩვენი თემები გაბაზრებულია უკვე. სხვა ხო არ გაინტერესებთ რომელიმე? სხვა რომელიმე რა ვიცი ახლა, ეს რაღაც ტუნინგია, ხო? დიახ. აქეთ ეს ვახ უკაცრავად ეს არ მომწონს სიმართლე გითხრათ. კაი, მოდი ის გავიყვანოთ ჯერ რა. აი იმის ტესტ-დრაივი რამდენად შეიძლება მაგას ვერ გეტყვით. რატო კაცო? აი მაგაზე რომ ვიღაცამ გაგდოთ ქუჩაში ვერ ესად მივდივარ. გასაგებია, ესე იგი ამას ტესტ-დრაივზე ვერ გავიყვან. ვერა ბატონო. აი აქედან ნებისმიერი შეგიძლიათ გაიყვანოთ, მაგრამ მატერიალები და ხარისხი რა თქმა უნდა იგივეა. მაშინ მოდი მე გავიყვან ტესტ-დრაივზე ამას რა, ეს გავტესტოთ, ნახოთ როგორია და მე ჩამოვყალიბდები, ოკეი? კი ბატონო. მაგრამ ტესტ-დრაივის გარეშე იმის შეძენა არ გნებავ? არა, ეხლა რანაირად ვენდო ამას, თო. კარგი დაბრძანეთ მაშინ, ამაში ეს არანაკლებ კაი მანქანაა.
რომელსაც მოკიდით 700.000. 700.000 და 50 მილიონი შორის კაი განსხვავებაა. კი ბატონო, დავჯდეთ. ოპა. ეს არის უმაღლესი მატერიალებისგან შექმნილი მანქანა. აქ უბრალოდ ყავი არ არის გამოყენებული, აქ არის ნამდვილი ხარის ტყავი გამოყენებული, სპეციალურად Rolls-Royce-ისთვის ვატყავთ ხოლმე. ოპა, ეს არ გაიგონ ვეგანებმატო. გავედით ესე ფრთხილად. არ გაიტოთ რას შეიძლება რა. არა ბატონო, როგორ გეკადრებათ? მე ძალიან გამოცდილი მძღოლი ვარ. ესე შევიდეთ. აი წინდა მე იქით მოვყვიეთ. ესე ფრთხილად. ესე და ესე. ეს დრაივისთვის გარეთ რატო არ გიყენიათ მანქანები? აუჯობს ბატონო ჩვენი მხოლოდ პრემიუმ ავტომობილებს ხედით ხო ხდებით არა? გასაგებია გავედით. ვა, ესეთი უცნაური კარი პირველად ნახე. დიახ, ესეც ლაქშერი კარია. გასაგებია, გამოვიყენოთ ეს Rolls-Royce აქედან ესე ფრთხილად, რომელსაც ნომრებიც არ აქვს მიგრებული და რავი, კაი Rolls-Royce არის ღირს მოსაპარად დღეს და დღევანდელი ვიდეოს წამდგენია CS:GO Fast, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი case opening საიტი. და ვისაც ზოგადად case opening-ი გევასებათ, კაი აქციები ასეთ, გადადით და შეიძლება ერთ უფასო case-ს გამოკრათ ხელი თუ ჩემი ლინკიდან გადახვალთ, რომელიც კომენტარებში აპინული. ზაფხული დადგა და CS:GO Fast-ზე რა თქმა უნდა გაუდება ძალიან მაგარი ფასდაკლება თითქმის ყველა case-ზე, ამიტომ ვისაც case opening-ი გიყვართ და გინდათ counter-ის საუკეთესო სკინები, შედით ამ საიტზე, გახსენით case-ები და მიიღეთ ყველაზე მაგარი სკინები, ყველაზე მაგარ ფასად. აბა როგორ მოგწონს ჩვენი მანქანა? ძალიან კაი მანქანაა, სიმართლე გითხრათ, რბილია, ვიძე კაია, მაგრამ მე მაინც ის მანქანა მიზის გულში ხვდებით და ლამის დავარტყი. უკაცრავად რას აკეთებთ კაცო? არაფერს ბატონო, მივტრიალდეთ ახლა უკან, ეს გავტესტეთ კაი ჯანდაბას. აბა ერთი ჩავაჭიროთ. წავიდა. აქ შემოვასრიალოთ. რას აკეთებთ? გაჩერდეთ ეს Rolls-Royce-ია თქვენი სხვა გონიათ რაღაც სალიხაჭო მანქანა. უკაცრავად თუ დამავიწლა რამე ავტომობილელი ვარ ახლა თან და ხო ხვდებით ახლა. კაი, მივიყვან ახლა ამას უკან დავაბრუნებ და მოკლედ მოვიფიქრებ რა. რას მოვიფიქრებთ ბატონო? Rolls-Royce-ით საკატაოდ იყავით უბრალოდ მოსულები? ეხა შენ წესიერ დილაპარაკე ბიჭო. ვიყიდით ხო ეგრევე ხო არ მithქოს? მოვიფიქრებ. გავალ სხვა ცენტრებში გავულ იქნებ ვიღაც უკეთესი Rolls-Royce იყავს. მოკლედ რა, მოდიხართ კატაურთ მე არ წირულობთ რა. რა არის ეს რა წესია კი მაგრამ. ბატონო, მე ხო არ მithქოს არ ვიყიდით ხო? მე შევიძენ ამ მანქანას აუცილებლად, უბრალოდ მოფიქრება მჭირდება. და ფასზე რო დავილაპარაკოთ? აი რო დავფიქრდე მაგალითად რამდენში მომცემ რა. მოკლედ 600.000-ად წაიყვანე. კაი, თუ მე კონკურენტულ ფასად ვერ ვნახე ვერაფერი, მოვალ და ამას 600.000-ად წავიყვანე. ძალიან კარგი. გელოდებით მაშინ ხვალ. რა ტიპები არიან რა, მოკლედ არა ის უნდა გავიყვანო დღეს საღამოს უეჭველი რო დაღამდება, თან გამიმართლა იქ რაღაც რემონტი არ ვარგა. რატომ მომყვები შენ? მინდა დავწმუნდე რომ გადიხარ ცენტრიდან ნამდვილად, უნდა ჩავკეტო კარი. გავდივარ ძმაო, კი არ ვიპარავ რამეს. კი ბატონო, კარგი გაბზანდებოდი. ვახ. და ესეც ესე, როგორც იქნა დაღამდა ლოს-ანჯელესში კი და ლოს-სანტოში და მოდი ახლა დავწმუნდეთ რომ ცენტრში არავინ არ არის შიგნით. არა, კაციშვილი არ არის შენით როგორ ჩანს. აქედან რომ შევიდეთ, არ გვინდა იმიტომ რომ აქ კამერები და რაღაცები დაგვაფიქსირებს, რომ რამე გარე კამერები აქვს, მაგრამ შიგნით ახლა საიდან შევძვრეთო? ამ შენობას გვერდიდან რამე ასასვლელი არ აქვს და? იმიტომ რომ სახურავზე ვიცით რომ აი ეგერ კიბეები ძალიან კაი. ჩავხვდეთ, იმენა დაახოცავს ეს კაცი ამ რემონტის გამკეთებლებს, იმიტომ რომ სახურავიდან ჩავზრობით ახლა ჩვენი წესით აქ და მე რო გაირკვევა, მე საიდანაც მომიპარეთ მანქანები, იმათ დაბრალდება რა თქმა უნდა, მაგრამ არ გვაინტერესებს ეს კაცი არის ნაგლი რაღაც მოჩი არ დამევასა. აქედან ჩავხვდეთ, აქ გადავხვდეთ. ეგ არის ხო არ გადავდო და აქედან იმედი მაქვს ახლა პირდაპირ ჩავხვდები ამათ ტუალეტში, მიდი, ფრთხილად. ოპა! Hello Rolls-Royce-ის ტუალეტო იმენა. ეს თუ გამიწურდებოდა ოდესმე ტუალეტში წასვლა არ მეგონა. ოკეი, გავედით გარეთ. იმედი მაქვს არავინ არ არის ახლა შეგნით. შუქები კი არის ანთებული, მაგრამ ახლა ხამისთებით ხო არ იქნებიან ესენი აქ ბოლო. ოპა. აქ კაციშვილი არ არის, ეს ვიდეო ეგრევე 10,000 ლაიქზე უნდა ავიყვანოთ ახლა პირდაპირ მნიშვნელობით. გაიგე ახლა მანქანის გასაღები სად არის? ამათ შიგნით არა აქვთ იმ კაცმა წეღან იმის გასაღები საიდან უნდა არ ვიცი, მაგრამ წესით აქ უნდა გქონდეთ ამ მანქანის გასაღებები არა. შანსი არ არის. არც აქ არ არის, კამერები შიგნით არ უყენიათ რაც კაია. მაინც ახალი აშენებული როა ცენტრი ვერ მოასწრეს ალბათ დამაგრება და ვახ, ეს კაცი აგერწევს თო და გასაღებების ყუთი ეგერ არის. ერწამს ძინავს კიდე კაი ერწამს რა უნდა ძმაკ რატო ათენებს ტიპი ავიღოთ აქ ეს გასაღები და ვახ ჩემი გამოსკდა გულიტო ალბათ ეს ისბრება მოპატრონოს რაღაცა მაგრამ იმედი მაქვს ახლა ამას რო დავქოქო მაგრამ ეს ელექტრო იქნება ხო არ გადაობ ამაში გაგვიმართლა ეს იქნება ხა ელექტრო უეჭველი და ხმას წესით ვერ გაიგებს გიხვეწები ოღონ ელექტრო იყავი რა მიდი რა მიდი ეს რა არის ძმა კარი დაიკეტე
კარი დაიკეტე ბიჭო. ეგ არის. ელექტროა, მაგრამ რაზე იმართება? რაღაცა ღილაკი აქვს გონი გვერდით, მაგრამ არ მაინტერესებს გავიყვანოთ ეს ფრთხილად. რამეს არ გავიდო რა. მიდი. ეგ არის ხო არ გადავა. ვაიმე, კარის ხმაზე ხარ გაიღვიტოს ოქონდა. არ მინდა არაფერი. გავიდეთ. ესეც ესე, რა თქმა უნდა, ბიჭო, ანუ ჩვენ რამეს თვალი დავადგათ და არ გამოგვივიდეს შეუძლებელია. ამას შეხედეთ რა Rolls-Royce გამოვიყვანეთ ეხლათო. ჩავაჭიროთ 50 მილიონიანი მანქანა სულ რაღაც 2 წუთში ჩვენს განკარგულებაშია. ძალიან ძერსკია თო. დაწერეთ კომენტარებში როგორ მოგწონთ და აი რა ტექნიკურად ბიჭო, მაგრამ გავგვიმართლა რომ ტუალეტში რაღაც აზიანება იყო. ჩავაჭირო ცოტა. მიდი. წავიდა 170, 190, ნუ მეტი თუ აღარ მედის ახლა ეს მანქანას რა უნდა მოთხოვ, ამით საჭი არა აქვს. ინტერიერში პროსტა მონიტორებია, არაფერი ისეთი და სადავმალო ახლა ის ადგილას, რომ ვახ, ვერავინ ვერ შეამჩნიოს. მაგრამ ამას ყველა შეამჩნიოს პრინციპში ხატაობ. მოკლედ არ მაინტერესებს, მე დღეს იქ აღარ მიბრუნდებით, მაო. სოფლიოში ყველაზე ძვირი Rolls-Royce მოვიპარე და ახლა დანარჩენს მოვიპარა თუ არ მოვიპარა, არ მაინტერესებს. ისინი არის, რავი, 400, 500, 700-იანი მანქანები და ეს არის 50 მილიონიანი, ამიტომ ახლა მე რო იქ მივტრიალდე, შეიძლება იმ უპატრონ გაიღვიძა უკვე. შეიძლება რაღაცეთი მოხდეს და დამიჭირო და ამასაც დავკარგავ, ამიტომ არ მინდა ძმოვრა წავალ ახლა მიცხოვრება შევღებავ, თქვენ დაალაიქეთ ვიდეო და ხო ეს არის ვიდეოების კრებული, ამიტომ ეხლა რო გაგზელება იქნება, შეიძლება ვინმე ძველი ვიდეო გეცოთ, მაგრამ ბევრს არ აქვს ნანახი და რა ვიცი, ვისაც აქვს ნანახი, ჩაუჯექი და უყურეთ დღეს მანქანების მოპარვის უდიდეს ეპიზოდს. ნუ შევეცდები რომ ხა აქ და რომელიმე Ferrari გავწიო, მენეჯერის გულის მოგებით. ოკეი. რა დიდი ცენტრია. თან კაზოსთან გააკეთეს მშვენიერი გათვლა. ვინმე თუ კაზოში ფულს მოიგებს, გამოვა და პირდაპირ Ferrari-ს იყიდის და აღარ ექნება არჩევანის გაკეთების საშუალება. ოკეი. მართლა რა დიდია. მოგესალმებით ჩვენს ახალ Ferrari ცენტრში. რით შემიძლია დაგეხმაროთ ბატონო? გამარჯობა, კრასუტკა. რით შეგეძლია დამეხმაროთ და Ferrari-ს ყიდვა მინდა და ხო ვერ ამარჩევინებდით უკაცრავად. ძალიან კარგი, ჩვენ გვიხარია ახალი კლიენტების მოსვლა. მე ვარ უბრალოდ გაყიდვები და შეგიძლიათ აი გვერდზე მენეჯერი ნახოთ, მანქანებთან დგას. აი ის კასტომიანი თუ სარუჭკიანი კაცი? დიახ, ეგ დაგეხმარებათ. მშვენიერი. ისე აქ რამდენი გასაღებები ვუდოთ მაგიდაზე. გამარჯობათ. ლა Ferrari. მაგარი რაღაცა. გეთახმები ჩემი ბიჭი, ძალიან მაგარია ლა Ferrari. მოგწონს? მომწონს კი არა, გიჟდები ამ მანქანაზე. უკაცრავად, მოკლედ ბოდიშით. რა შეგიძლია გასულ რასწე ვერ ყურები? ბოდიშით, ძალიან დიდი ბოდიშით. მოკლედ, Ferrari-ს ყიდვა მინდა და ხო ვერ დამეხმარებით შერჩევაში რა. ძალიან კარგი არჩევანია Ferrari. და ძალიან მაგარი ბრენდი მოკლედ რა. კი როგორ არა და თქვენი ბიუჯეტი რომ მითხრათ? ბიუჯეტში შეზღუდულები არ ვართ საბედნიეროდ, არ დანგარჯე $800 გვაქვს. მოკლედ, მე შემიძლია შემოგთავაზოთ $7 მილიონ აი ეს ლა Ferrari. $7 მილიონი ლა Ferrari-ში. ძალიან მაგარია ბიჭო. მაგრამ კაი და სხვა რა შეგიძლია შემომთავაზოთ? აი გამომყევით გვერდით. აი მაგალითად ეს Ferrari შემიძლია შემოგთავაზოთ $300,000. თქვენთან მოგვს ერთი ძალიან პატარა თხოვნა. უბრალოდ გადადით აღწერაში მდებარე პირველივე ლინკზე, რომლიდანაც აღმოჩნდებით ჩემს Facebook-ზე და მოიწონეთ ჩემი პირველივე პოსტი. გათამაშებაში ვიღე მონაწილეობას და ჩემ პოსტს აქვს 2900 ლაიქი და ვინც პირველ ადგილზე აქვს 11,000 ლაიქი. სამწუხაროდ მიგებენ ამატებული ლაიქებით, ამიტომ მიწევს მსგავსი ვიდეოს ჩაწერა და ვისაც არ გეზარებათ, უბრალოდ გადადეთ აღწერაში მდებარე ლინკს და მოიწონეთ ჩემი Facebook პოსტი. 2900 ლაიქიდან ჩვენი კომუნიტი ძალიან მარტივად გადაუწრებთ. ასარ ყველას ძალიან დიდი მადლობა. $300,000 ეს რომელი Ferrari-ა უკაცრავად? არა წერია, არა და კაი მანქანა. ეს არის Ferrari F8. 800-ით აღჭურვილი და იმინა მაქსიმალურ სიამოვნებას მიგახებინებთ გზებზე. F8 ძალიან მაგარი სახელი და ვაუ, თან $300,000. Very good price. ვაიმე, ეს რა მაგარი რაღაცა, მაინც რაც უნდა იყოს კლასიკა რა. Ferrari 512. 512 ცოტა უფრო კლასიკაში გადის და რადგანაც იშვიათია და თანაც აღარც გამოვად არის თან ანტიკვარი, ამას ყვებით $700,000. 500 რაღაც ცხენი კი აქვს, მაგრამ დამიჯერეთ ამ მანქანით მიღებულ სიამოვნებას F8-ს ვერ შეადარებ. ძველი
ანტიკვარია, მაგრამ ამის შენახვა გაგვიჭირდება. არდა ჩვენ მაინც მოტიხვას ვაპირებთ. და აქ რა გვყავს? ეს არის Ferrari, ეს რა Ferrari-ა უკაცრავად? ეს არის Ferrari 818, ეს არის ყველაზე გასაოცარი მოდელი, რაც კი ამ წელს Ferrari შეუქმნია. ამით მიღებულ სიამოვნებას მართლა ვერაფერს ვერ შეადარებთ, იმიტომ რომ საერთოდ სხვა სამყაროა. ტრანსპორტის შორის Andrew Tate-მაც ეს იყიდა. ვაუ! Andrew Tate-მა ამათი დილერშიპიდან იყიდა Ferrari 818. აუ რა მაგარი რაღაცაა, ტო, მართლა ძალიან ძერსკია. შემიძლია დავქოქო და ხმა მოვისმინო? კი, გასაღები მე მაქვს გახსნილია მეტი აბატაჭიქი. აი რა. ეს რა ხმა, რაღაც უფრო მაგას მოველოდებოდი. მაგრამ სალონი ძალიან მაგარია. ოკეი, ამანქანის ფასის მითხარი აბა ბარემ. ნუ ეს მანქანა ხმით ვერ გამოირჩევა, მაგრამ მისი ფასიდან გამომდინარე ერთი იდეალური მოდელია Ferrari-ებს შორის. და რა ღირს? ეს მანქანა ღირს $700,000. მე რამე უფრო რაღაც განსხვავებული მინდა რა, ანუ უყურებ ახლა აქ მანქანებს, მაგრამ ყველა დადის ამ მანქანებით ხო ხდები და უფრო მაგარი რა შეგიძლია ჩემომთავაზოთ. დავამტევით იქით ოთახში. რა ხდება აქ ეს რა არის? უკაცრავად რემონტი გვაქვს სანჯერ ბოუმზე არ დასრულებულა დილერშიპი და ამ ქვებს ყურადღებას მომიაქცევთ რა. ვაუ, რემონტი ძალიან კაი, ანუ ამას სადღაც ღრიჭოც ექნება შემოსასვლელი. ვაუ. აი ეს უკვე მესმის. ეს რა ძერსკი Ferrari-ა. მოგწონს ეს ყველაზე დიდებული რამ არის, რაც კიდეს მე მინახავს და რაც კიდეს მე Ferrari-ში უქმნია. ეს არის 1000 ცხენით აღჭურვილი ანტიკვარი მანქანა. მოგწონს პატარა ბიჭი, რასაც ვერ იყიდი? ეი! Sasha, ცოტა წესერად ელაპარაკე, ჩვენი კლიენტი არის, ჩვენი მომხმარებელია ესა, წესერად ელაპარაკე. ხო, გაიგე ბიჭო, დამიწვაკ და მომცირებლად ლაპარაკი. ეს რა ღირს უკაცრავად? ეს 1972 წლის გამოშვების Ferrari 250 GTO ღირს $10 მილიონი, მაგრამ დამიჯერეთ, ესეც ვერსად ვერ იყიდით, იმიტომ რომ სულ 3 ცალია გამოსული მსოფლიოში. 3 ცალი გამოსული მსოფლიოში, $10 მილიონი, მგონი ეს ყველაზე ადვილად მოსაფარია აქედან. თანზებით მგონი ოფისებიც აქვს. და ეს არის Ferrari Monza, სულ ახალი, ხო? კი, ეს რამოდენიმე დღის გამოსულია და ჩვენთან მოვიდე ახლა აქ პალიროკა გასაკეთებელი და უკვე შეეშვება გაყიდვაში, რომლის ფასი იქნება $5 მილიონი. Nice. შემიძლია რომ გავტესტო? იმიტომ რომ რაღაც ყველაზე მეტად ეს მომეწონა. რაღაც ტესტზე რო გავიყვანო შეიძლება? ტესტზე გაყვანა კი როგორ არ შეიძლება, გასაღები მე მაქვს აქთან და უბრალოდ ანუ ჩვენი დილერშიპის ტერიტორიაზე უნდა გატესტოთ, ხოლო სხვაგან გაყვანა ამაქანეს არ შეგიძლიათ, სწორად გამიგეთ რა, არ გეწყინოთ. კი ბატონო, პრობლემა არ არის, ხოლო დილერშიპის ტერიტორიაზე. უბრალოდ ძალიან ჩხარია და ცოტა ნელა მიაჭირე გაზის პედალს. წავაბუქსაო ცოტა. უკაცრავად მაინც მაინტერესდა ბურნაუს თუ აკეთებდა. არა უშვებს, მე ვესმის თქვენ არის მილიონერი ხალხი, ის როგორ გიყვარს სიამოვნებას მიღება მანქანიდან. კი, მე მილიონერი ვარ და როგორ არა. ნელ-ნელა გამოვიდეთ. ვაუ, მართლა რა მაგარი Ferrari-ა. და 90 ეგრევე, ბიჭო რა მაგარი ჩქარია. 100 არა. ფუშენი. აუ, რასაკეთებ? მამტრო თუ თავსაც იმტრო, თო ამანქანა ზევით კაბრიოლეტია თან მოგვეჭრება თავი, რასაკეთებ? ესე არ შეიძლება ტარება. უკაცრავად, ბოდიშკი ხდით. ოუ, ბიჭო დრიფტავს რა ჩემი ბრალია, ტო. ესეც ესე. აბა, როგორ მოგეწონა ჩვენი Monza? იყო რა, ისე რაღაც ასწაული არ ყოფილა, მაგრამ მოკლედ წავალ ხა სახში მე მოვიფიქრებ და მოვალ რა. ესე. ღამის 2 საათია და Ferrari ცენტრში წესით უკვე არავინ აღარ უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანკლის მწვანეა განთებული. რა ხდება? საწავიდა მანქანები. ხო არ ღადაო, მარტო ერთი Ferrari ყავთ 512 დატოვებული და დალში არაფერი აღარ არის და არც მთავარი არც მენეჯერია და არც ის ხალი, მაგრამ ფუშენი. კარი ზაკეტილია. რა ჩანდება გავაკეთოთ? მაგრამ ერთი იდეა მაქვს. ეხლა ვალ ამის სახურავზე და ამ კაზინოს ლაუნჯიდან პირდაპირ Ferrari-ის დილერშიპს დავახტებით თავზე. აი ისიც და აქედან პირდაპირ იქ უნდა ჩავხდით. 1, 2 და 3. გახსენი პარაშუტი. აუ.
და აი ისიც Ferraris საბედისწერო რემონტი. ოკეი, აქედან ჩავხტეთ. ეს როგორ დაავიწყა ტიპებს გასაკეთებლად? მე ვიცი. აგერ ეს განათებები რო არის უეჭველი, ამებს ამონტაჟებდნენ და ხელოსნება ვეღარ მოასწრეს გაკეთება, თუმცა აქედან საჩავდივართ. ესენელა ფრანკლინ სად ვართ? ის ვინ მუშაობს იქ? იმაშინ აქედან წამოვიდეთ. რა, ბიჭო, პლანი აქვს დათესილი? ოკეი, უიპალა ყოფილა. აქედნელა წამოვიდეთ. ჯერჯერობით აქ არავინ არ არის და ის ტიპი Quincy's Franklin რაღაცნა მოვიმოქმედო თვითონ თანამშრომლები ვართ. ახ, რა ხდება რომლამდე მუშაობთ თქვენ არ დაგისრულებია ჯერ? უკაცრავად ბატონო ხელს რო გიშლით მე წავალ ჩემს გზაზე დავასრულე სამუშაოს. ხო რა, გვიანობამდე ნუმუშაობთ, არ შეიძლება ეგრე. შენ ასაკეთებ აბა აქ მითხარი მალე მორჩები ვიდეოების მონტაჟს? უკაცრავად ბატონო, უკაცრავად მეც მორჩი სამუშაოს წავალ ახლა. რა ჩანდება ხდება, ჩემი რატო ეშინია ტიპებს არ ვიცი, მაგრამ გასაღებები იქეთ არის. გასაღებები და ისიც. აი ეს პირველივე მგონი ჩვენი. მგონი უპრობლემოდ და ძალიან ადვილად გავწევთ ახლა ჩვენ 10 მილიონ. რა ხდება, რანაირი რემონტია ეს? 10 მილიონ დოლარიან Ferrar, რომელი Ferrari არ ვიცი, მაგრამ ოკეი, იმედი მოხდეს ამის გასაღებია და მიდი, ეგ არის, აქის გასაღებია ხო არ გადაობ. ნელ-ნელა დავიძარით აქედან, უპრობლემოდ. ჭეშკარი არ იღება, დაგვერხა. უკნიდან იმედი მოხდეს არის გზა, თორემ მართლა დაგვერხა და აქედან არის კი გეხვეწები რა. შენი აქედან საკეტილია. არც აქედან არ არის გზა? კი, ხო არ გადაობ. ეს Ferraris ოფიციალურად Franklinis განკარგულებაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გეგმა გამართლდა. გადაობ, ეს რა ჯანდაბა მოგვივიდა, ბიჭო. დაგვერხა Franklin. მაგრამ არ ავშოს, ამას ეხა მე სიმიონთან მივიყვან და ისე მაგრად შეავლებს ხელს, ვერც იცნობთ. იმედი მოქვს სიმიონი აქ არის. ესე. სიმიონ! არა, რომელი საათია? იცნება მასტო. პირველი მანქანა თავარია მოვიპარეთ. ეხლა კი ჯობია დაველოდო გათენებას და ჩვენი მენეჯერი მოვინახულოთ. მათ ჯერ არ იციან რომ ეს მანქანა ჩვენ მოვიპარეთ და 1.512-იან მონზა მგონი კიდე შეიძლება რომ გავწიოთ. როგორც ჩანს პოლიცია დაადგა. ეხლა არის დილის 8-ის ნახევარი და უკვე პოლიცია აქ არის. გადაობ რომელზე იხსნებოდნენ ესენი. გამარჯობათ, რა ხდება აქ? სად არის მენეჯერი უკაცრავად? რა მოხდა? Ferrari მინდოდა ეხლა მეყიდა. გამარჯობა. მენეჯერი განყოფილებაშია გადაყვანილი სამწუხაროდ ჩვენი Ferraris ცენტრიდან გუშინ ღამით მოიპარეს ერთ-ერთი Ferrari და გამოძიებას ვიწყებთ. ძალიან ცუდი რაც ლაპარაკობთ. ძვირიანი Ferrari მოიპარეს, იმიტომ რომ ერთი Ferrari მინდოდა ეხლა მე მეყიდა. კი, საკმაოდ ძვირიანი ანტიკვარი Ferrari აქვთ მოპარული რა და რომელი Ferrari გინდათ რომ შეგეძინათ? მე აი ეს შავი 512 და კიდე კაი აქ არის დარჩენილი რა. სამწუხაროდ ჯერ ვერაფერს ვერ შეიზენთ ბატონო. გამოძიება უნდა დავიწყოთ და აქ რაც არის ყველაფერი უნდა გადავიტანოთ ექსპერტიზაზე. რატომ თუ შეიძლება ტერიტორია? ოკეი, Franklin აგავაკეთოთ, Franklin. მოდი ვახ, არა თქვენი, ოდი შენი. გადით აქედან, გადი თქვენი, გადი. მოდი აქა შენი. ოპა! James Bond! Ferrari გამატანეთ. მოდი შენი. იარაღი მაინც წამოგიღო Franklin, რასაკეთებ? ვახ, ჩემი. მოკვდი. ესე გავთიშეთ. Franklin მალე სამვარსკვლავზე აგვეკიდა პოლიცია და ესეც Ferrari 512. დავაი, წავედით. ვაიმე ბიჭო, რა მაგარი Ferrari-ია მართლა. პოლიცია გეხვეწები რა Ferrari არ დამიმტრიოთ რა მოხდება. პოლიცია მომცილდეს თუ შეიძლება გამანებეთ თავი თქვენამდე. დალაიქეთ ვიდეო აუცილებლად დააჭერეთ subscribe ღილაკს. Franklin მედი Ferrari შენია. ეხა ნახეთ პოლიციის მოცილება. 1 2 და 3 აქ უნდა დავიმალოთ ახლა. ჯერჯერობით ვერავინ ვერ გხედავს და ესეც Ferrari 512-იც უმშვენიერესად გავწიეთ. ღმერთო, ისევ ის ცენტრი რომელიც ადრე გავწარცოთ. my god, რა მაგარი BMW აყენია შიგნით. მერთო ჩემო ამას რას ხედავ? და ისევ დაზომბებული ხალხი. M5-ის სანახავად. მართლა რა ზერსკია. დალაიქეთ ვიდეო თუ თქვენს მოგწონთ ესეთი ვიდეოები. M4, M8. დაიწი რა ბიჭო რა, ნუ მეფარები. ეს რა BMW-ია? სოფლიოში ყველაზე პატარა BMW. ვაიმე საყვარელო, ეს მანქანა მინდა რა ეს მიყიდე. რა ეხლა ამის ფული მაქვს, გამოვიდეთ просто მანქანის სასაცვალიერებლად. რა პონტია ცენტრი გაიხსნა და ხალხი მის დასაცვალიერებლად მოდის. ჩვენ კიდე გასაძარცვად. ნახე ამ ქარს როგორი გემოვნება აქვს. ახლად შექმნილი სამსუყურებს. მოგწონთ ქალბატონო? როგორ არ მომწონს, ძალიან მაგარი მანქანაა. ვაფოდება მანქანაზე. რატო იწინთება ეს ქალი საუბრისას? ისე ვისაც ცვა. გამარჯობათ. Gentlemen, ერთი წამით მოვიცადეთ.
გისმენთ ბატონო რაშია საქმე? რა კაი პიჯაკი გაცვიათ. ძალიან მომეწონა რომ შეგხედეთ და სადიყიდით. ვაგზალზე რა? კარგით, წარმატებულს გისურვებთ. BMW M5 Competition-ი. რა ნომრები აქვს? FCK 044. ალბათ ყველა ხვდებით რატო წერია FCK. ესეც ულამაზესი M4, რომელიც მე ძალიან მომწონს. ოღონდ კაი სალონი აქვს თო და კარბონის სავარძლე. იმედი მოქვს ვერ დაგვინდა ხის. ფრანკლინ წიხს რატო ვრტყავ მანქანებს? ოპ, კადრი დავაფიქსირე. გინდა ვაჩვენო ახლა მენეჯერს? გეხვეწები ეკადრი წაშალე და დალში ჩემზე იყოს პატივისცემა. რა პატივისცემაზე მელაპარაკები, კაი კაცი? ეხლა შენ თუ გაჩერდები და მაგ კადრს არავის არ აჩვენებ, ამ BMW-ები და რომელიც გინდა მაგას მოგცემ. რას მელაპარაკები კაცოში? ოკეი, მე მინდა M8. შევთანხმდით, ეკადრი წაშალე და საღამოს 9 საათზე ბურბალთან მოგიყვან ამ M8-ს. რატო ჩავიგდეთ ყველას ჩარში თავი? ვაი მე რა კაი სალონი აქვს ამ M3-ს, თეთრი შავში, ძალიან ძერს კია. ეს რა ჯანდაბაა? BMW i4. ძალიან ძერს კი სალონი აქვს ჩვენი არხის ფერებში და ჩვენი ზარხზე გამახსენდა. დააჭირეთ subscribe ღილაკს, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს არხი გამოწერილი. ავტომობილის შეძენა მინდა და მენეჯერ თუ შეიძლება რომ გავესაუბრო. აი იქით გვერდით გას მენეჯერი მაგიდასთან მენეჯერი. გამარჯობათ, ავტომობილის შეძენა მინდა. ეგ არა იდიოტო, ეგ ხელოსანია. იქით. უი უკაცრავად, ესაა ვითო მენეჯერი? უკაცრავად, თქვენ ხართ ავტომობილის შეძენით დაინტერესებული. დიახ, უბრალოდ სანამ შევიძენ, მინდა რომ ტესტ დრაივი გავიარო M5-ზე და შეიძლება? ეგ ძალიან იშვიათ გამონაკლისში, მაგრამ კი ბატონო, მომესით პირადობა და შეგიძლიათ წახვიდეთ, გაატაროთ მანქანა, უბრალოდ 5 წუთში უნდა მოიყვანოთ უკან. BMW M5 F90 გავყავს ტესტ დრაივზე. ჩავიძეთ. ავტომატური სარკეები აქვს დაჟე. ალკანტარა სჭერი და ძალიან ძერს კი სალონი. ჩამოვიდეთ ესე ნელ-ნელა ისე რომ თან მანქანა არ დავაზიანოთ, რომელიც არის უაღრესად აგრესიული. ოკეი და ხوار გადაუბ რას შვება ეს მანქანატო კაჭე ფრანკლინ ტესტ დრაივის მანქანა ფრთხილად ცოტა ტესტ დრაივის მანქანას ფრანკლინ რანაირად ატარებ მაგრამ არ ვიცი მე ტესტ დრაივის შემეს დრაივი ეს მანქანა უნდა გავტესტოთ კარგად რომ საღამოს სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ ეს მანქანა მოვიპარო თუ სხვა დაწერეთ კომენტარებში თქვენ ჩემს ადგილას რომელ მანქანას მოიპარავდით გავაჭიმინეთ მართლა რა მაგრად მიდისტო გამატარეთ თუ შეიძლება აქ მანევრი აქაც ესე ეხა ნახეთ რა ვქნა Whoa. გადავრჩი. დრიფტი, მიდი. არ დამარტყა. რა კაცია მე არ დამარტყა და სხვას დაარტყა. რატომ მართლა მაგრად მიდი სერიოზული მაშინაა. ვერ წარმოიდგენთ რა მოხდა. როცა მანქანა ტესტ დრაივზე ყავდათ გაყვანილი ჩვენმა VIP კლიენტმა ის ონლაინ შეიძინა და სამწუხაროდ აზრი აღარ აქვს მასზე საუბარს. სანამ 1 წუთი მყავდა ტესტ დრაივზე გაყვანილი შეიძინეს. ოკეი და სხვა მანქანებიც რო გავტესტო? სამწუხაროდ არა პროტოკოლი არ გვასწრებს ამის უფლებას. შეგიძლიათ მხოლოდ ერთი მანქანა გატესტოთ და თქვენ ელემენტი უკვე ამოწურულია. ამ საღამოს ეს მანქანა აქ აღარ იქნება და აქედან უნდა ავარჩიოთ რომელიმე. მოდი მაშინ მოვძებნოთ საიდან შეგვიძლია აქ რო შემოვიპაროთ. აქ წესით. წინაზე აქედან ჩამოვხდით და ეხლა დავულუქიათ. Nice. აქ არაფერი არ არის, არც ამ ოთახებში არ არის არაფერი. ძალიან ცუდი ფრანკლინ გონი დაგვერხა. ეხლა დავებით სადმე არ გაქვთ რამე გასარემონტებელი? კარგით რა. უკაცრავად, მან შესვლა არ შეიძლება. ვინ არის კაცოს ვის შემოუშვა? ვინ ხარ შენ? უკაცრავად არ მინდოდა ხადაო ბიჭო შემთხვევით შესაყარი ვიპოვეთ ტიპებს კედელი არ აქვს ამოშენებული ვაი მე ხმარ თუ ხო კარგად ხარ მეგობარო აუჩ შემი რა გითხარი გამოვაშინოთ ეს კედელი დროზე თქო არ გადوارთან ისე კარგად რომ ესე ჯერ არ ყოფილვარ ხადაო ეხლა ამაზე მაგარი რაღაც ფიზიკურად ვერ მოხდებოდა ამიტომ შეგვიძლია რომ წავიდეთ და დაველოდოთ დაღამებას თქვენ დააჭირეთ subscribe ღილაკს და likes 10000 ლაიქი ამ ვიდეოზე გვინდა ეხლა არის დილის 5 საათი და წესი ცენტრში არავინ არ უნდა იყოს რაც ეხლა საშუალებას მოგცემს რომ აქედან მანქანები გავიყვანოთ მიღადავებით M5 მართლა გაიყვანეს ის ვინ არის ბიჭო იქ მენეჯერს კიდე აგძინავს ფუშენი ეხლა მოგვიწევს ძალიან ფრთხილად მოქმედება ეს მანქანა მივაყენოთ აქ აი ესე აქედან აქ ავხდეთ და ეხლა იმედი მაქვს აქედან შევხდებით ეგ არის
ვილოცოთ რომ მენეჯერს ახლა არ გაეღვიძოს და ოფისში მის მეტი სხვა არავინ არ იყოს. ესე როგორ ტოვებენ ბიჭო ოფისტო? არა ტიპს აშკარად ძინავს თუ ღვიძავს ვერ გავიგე. არა აშკარად ხრინავს. თან მეორე სართულზე ისმის სხვა პროსტა თვალებ გაყრილი ძინავს როგორ ჭანს. ვახშენი. ამის გაეღვიძა ტიპსტო. ხილად ფრთხილად ღმერთო ეხლა ამას არ გაეღვიძოს და არ მინდა არაფერი. ბიჭო ტიპი თვალებ გახილილია და აქეთ იყურება, მაგრამ ძინავს აშკარად და რომელი მანქანა მოვიპაროთ? ჯერ იმის იმრუა თუ ჩვენი? ჩვენ ვაფშე რომელი მანქანა წავიყვანოთ აქედან? ჯობია რომ ემოთხი. ვახშენი, რას აკეთებსო? იოგას ვარჯიშები დაიწყო ტიპმა? აშკარად ჩვენს მოძრაობაზე რეაგირება არ აქვს და ცოტა დარეხვილი მენეჯერები რატო ყავთ ამ ცენტრებს? გავედით. ხათაო ტიპი არ იღვიძებს, ისე გავდივართ BMW-ს ცენტრიდან და თან მანქანას სასწაული ხმა აქვს. წავედი და ეგ არის ბიჭო მანქანა გამოვიყვანეთო. ხوار ხათაობ ტიმს ფაქტობრივად ეღვიძა და ცხვირწინა ვახი M4 ბიჭო ვახ თან რაზერს კი M4-ია და რაც ეცხლებს ხრის აშკარად ეს ვიდეო დასალაიქებელია და ერთ 10000 ლაიქს ნამდვილად იმსახურებს თუმცა ჯობია რომ ეს მანქანა აქ მივაყენოთ იმიტომ რომ მომდენო მანქანაც გამოსაყვანი ყავს და ყველაზე ცუდი ის არის რომ თენდება და დრო გვაქვს ძალიან ცოტა ავხტით ისევ ამ მანქანაზე შევხტეთ ისევ ამ ცენტრში და აუ მართლა სულელებია ამ ცენტრს რო ესე დაუტოვეს ეს ყველაფერი ქარა ამჯერად ეხლა უკვე აღარა გვაქვს ფრთხილად მოქმედების დრო ვიღაც ლეილას ახსენებს აშკარად თუმცა ჩვენ ახლა ლეილა არ გვაინტერესებს M8 დაჭი ეგ არის მგონი გავიდა და რა ხდება კაცო? რა ხდება? ვაი მე მგონი იღვიძებს გავედით. კატი გაიღე დროზე. ეგ არის და M8-ს გამოვიყვანეთ ბიჭო ხوار ხატაობ. ფუშენი 4 ვარსკვლავზე აგვეყიდა პოლიცია და როგორც ჩანს დაგვინახა იმან. არო ჩერა წინა ვიდეოშიც და ამ ვიდეოშიც ვიღაცა ტიპის მანქანის გამო გავიშარეთ თავი. რა გვინდოდა წეღა ვაფშე იმემოთხზე ფეხი რომ მიგვეკრა. უკაცრავად ძალით არ მინდოდა ჩემი არ არის გამატარე ვახშენი თუმცა ამ სიტუაციაში ყველაზე კაი ის არის რომ M8 გაურბივართ პოლიციას და ვაუ ჩემს საყვარელ ადგილას მოვედით როგორც ხედავთ ჯეტია 5 მომდენო მზიანედილა გაგვითენ და M8-სთან ერთად და გუშინ ძალიან ბევრი ვებრძოლეთ პოლიციას თან ამ მანქანას off-road პასატკაც ქონია აჯერ X ჩადის აჯერ ადის და კიდევ ერთი მაგარი ამბავი ის არის რომ პოლიცია მაინც აგვეკიდა მაინც მოგვიწია პოლიციაზე გაქცევა და შეგვიძლია ეს მანქანა შეპირებულ პიროვნებას არ მივცეთ. მეღადავებით რაძერს კი მანქანები მოვტეხეთ ცენტრიდან. ფრანკლინი მე მოგს დღევანდელ ვიდეოში არ დაგიჭერენ, მაგრამ ფრანკლინს მინდა დაიჭერს. Lamborghini. წარმოიდგინეთ, ფრანკლინი დღეს მოიპარავს ყველა Lamborghini-ს. კომენტარებში დაწერეთ რომელი მანქანა მოიპაროს შემდეგ ვიდეოში. ჩემი სურვილია რომ Bugatti ცენტრები გავძარცვოთ. Ciao, Simeon. დღეს იმენა ძარცვაზე მივდივართ. მანქანების ძარცვაზე და Simeon-ი არ გვჭირდება. ანუ გამოდის რომ Simeon-ს არ ვუხდით ფულს. აი ამ მანქანების რეალიზაციას ჩვენ თვითონ მოვახდით და უფრო მეტი ფული დაგვრჩება. ესეც ჩვენი Lamborghini-ს ცენტრი, რომელიც გეტოზე გახსნეს. ბიჭო, ტიპებს თავში ჭკუ არ აქვთო. Lamborghini-ს ცენტრი გეტოზე რამ გაახსნევინა? ღმერთო ჩემო, Lamborghini Sena, ოქროს Lamborghini აყენია გეტოზე და ის ამდღარ ჯერ არავის არ მოუპარია. ფრანკლინეს შენ უნდა მოიპარო უეჭველი. ვაიმე შეხედეთ რა ლამაზია თან Ferilis Edition-ია. ოუ, რაძერსკის სალონია. აქ ყავს Lamborghini Veneno. ვაიმე ბიჭო რა კარგია. უბრალოდ ცოტა ფერი არ მომწონს და თქვენ დაწერეთ კომენტარებში მოგწონთ თუ არა მანქანის ფერი. მაგრამ აი Veneno-ზე ვგიჟდები სპოილერ შეხედეთ უკანეს რა კარგად მოყვება. ამ ესეც Ferilis Edition-ია დაჟე და სალონი რომლის ჯობია. Senას და ამას მამით ერთნაირი სალონი აქვს. ოპა, თუ მჯეროდეს მე ვიყო უნამუსო.
Lamborghini Sensto Elemento Fento. არ ვიცი ამ Lamborghini-ს რა ქვია, მაგრამ Elemento თუ რაღაც ხო ქვია. შეხედეთ რა ძერს კია, ბიჭო, თლიანად კარბონის ბადი, უიშვიათესი კარბონის სალონი და აუ, ბიჭო, ალბათ ეს მანქანა 100 კილოს იწონის. Franklin ეს მანქანები დღეს უეჭველი ჩვენი უნდა გახდეს. მარტო ამ Lamborghini-ს გავყიდით 50 მილიონად. ოქროს Lamborghini-ს 30 მილიონად. Venenoსაც ერთ 10 მილიონად, ანუ რავი მილიონერები გავხდებით. Huracan Evo Spider 2021 წლის Lamborghini Huracan ფოსფორისფერი, რომელიც არ მომწონს. მაგრამ არა უშავს მეგობრებო, წინ გაიხედეთ რა Lamborghini-ები დგას, ამის ფოსფორისფერს ვინ უყურებს? Просто Huracan-ი არა მაინც ერსკი ტიპია, მე ვასება რა. და შემდეგ გვყავს Lamborghini Aventador SGV. SGV რატო ქვია ამ მანქანას, არ ვიცი, მაგრამ თუ SVG თუ რაღაც ეგეთი edition-ია. Просто ძალიან ლამაზია, რა მაგარი ფერი აქვს. და იტალიანოს მარკა აქვს, დაბლა რო აქვს მიკროლი. ეხლა გვაქვს გეგმა მოსაფიქრებელი, როგორ მოვიპაროთ ეს მანქანები. იმიტომ რომ პატრონი აქ დგას. გამარჯობათ. რა კარგი ცენტრი გაგიხსნიათ ქალაქში. მშვენიერი Lamborghini-ები ყავთ, მინდა გითხრათ. გამარჯობათ, მოხარული ვარ მოგეწონათ ჩემი ცენტრი. ეს Lamborghini-ები თქვენს განკარგულებაშია. აირჩიეთ რომელიც გინდა. თან შეგიძლიათ რომ test drive-ზე გაატაროთ 9 საათი. შეარჩევ და იყიდე შემდეგ. Test drive-ზე გავატარებ. Franklin, ეხლა მგონით რო გაქვს რომ ეს მანქანები მოიპარო. შენ ეხლა შეგიძლია ეს მანქანები გაიყვანო test drive-ზე და მოხიო. ეგ არის Lamborghini-ები ჩვენია. მოკლედ გადავწყვიტე რომ მანქანა test drive-ზე გავიყვანო. ანუ ლიმიტი ხო არა მაქვს, ხო შემიძლია სხვადასხვა მანქანები გავიყვანო. კი, გენაცვალოს ჩემი თავი. რამდენის გინდა იმდენი გაიყვანე. იმენა პედი გაგვიხსნა. პრობლემა არ არისო, დაჭეკე Franklin Huracan-ში. იმენა Lamborghini-ს ხმა და წავედით ეხლა აქედან ნელ-ნელა გავიდეთ ამ მანქანით. გაიღე. ეგ არის მსოფლიოში ყველაზე ძერსკი test drive-ი GTA 5-ში მოიხოდა. აი ესე მეგობრებო შეგვიძლია შევიდეთ ცენტრებში, მოვითხოთ test drive-ი და მოვტეხოთ მანქანა. ვაიმე რა ლამაზი ლამბოა, ბიჭო, ნეტა რამდენში გაიყიდება ეს Huracan-ი. ჩემი ძმა ხო არ დავდგეთ? არა, წინამდეგია. აბა ერთი აქ მივაჭიროთ, რამდენი შეუულია რომ გაკაჩოს ჩვენს Lamborghini-ს? 200, 230, 240. ფრთხილად. Franklin არ დალეწო ეს Lamborghini. წავედით, აბა ცოტა კიდე მივაჭიროთ. არა, იმენა არა, ფრთხილად. ოპა, დავამტვრიეთ. Franklin, მაგრამ მოსაფიქრებელი გვაქვს სად მოვახდენთ ამ მანქანების რეალიზაციას. უბრალოდ ეხლა უნდა ვიპაროთ ადგილი, სადაც ჩვენ ამ მანქანებს დავმალავთ ძალიან კარგად, რომ ვერ იპოვონ. ბოლოჯერ მივაჭიროთ, სანამ წავიყვანთ ამ მანქანას დასამალად 220, 230, 240. 250-ზე კი, 250-ზე ავიდა. მეგობრებო, დაალაიქეთ აუცილებლად ვიდეო თუ მოგწონთ ესეთი ვიდეოები, აუცილებლად დააჭერეთ დაბალ წითელ subscribe გლეხს და 7000 ლაიქზე გავძარცვოთ Bugatti-s ცენტრს. მგონი კაი იქნება თუ მანქანებს აი აქ დავმალავთ. თან რაღაც ეზო არის შეტეხილი და აქ ჩემი აზრით არავინ არ მოაქცევს ამას ყურადღებას. აი აქეთ შევიყვანოთ და აი აქ დავაყენოთ ეს ლამბო ფრთხილად. ეხლა მე წავალ, შენ აქ იყავი ჭკვიანად და შენ სხვა ძმებსაც მოვიყვან, თორე მარტო ყოფნა არ გიხდება. ეგ არის, აბა ეხლა ეს კაცი მოვატყუცა წავიდა. აგერ არის. გაოცებული ვარ მინდა გითხრათ ამ Huracan-ი. ძალიან კარგი მანქანა ყავთ. უკან დავაყენე შემოსასვლელში, პრობლემა ხო არ არის? არა, გენაცვალე, არანაირი. და რა ღირს ეს Huracan-ი თუ შეიძლება რომ მითხრათ? ეგ Huracan-ი ღირს $1 მილიონი. საინტერესოა და თუ შეიძლება ერთ სხვა მანქანას გავიყვანო გასატესტად რა, იმიტომ რომ არჩევანი გავაკეთო რა. კი ბატონო, რომელიც გენებოს ის გაიყვანე. ეგ არის მეგობრებო, ყველაფერი გამოგდეს და მოდი ეხლა ჯობია ეს Sensto Elemento თუ რაღაც გავიყვანოთ. და მოუხიეთ ჩვენი მეორე Lamborghini და რას დადის, მაგრამ ძალიან ჩქარა თუ ვერა. რა ჩქარია, მაგრამ მანევრი აქვს ძალიან ძერსკი. 250 ეგრევე. 260, 280, 300, გაკაჩა 320, 320, ბიჭო 330. აი საღოლ მეგობრებო. აი რა არის Lamborghini-s ქმნილება. როგორც ვიცით, ამ Lamborghini-s საბაზრო ღირებულება არის 50 მილიონი $. და ჩვენ ამ მანქანას სადაც ერთ 40-ად მაინც გავყიდით, იმიტომ რომ მოპარულიათო. რა იყო ბიჭო? მოკლედ რა, ყველა თვალს აყურებს აბსოლუტურად მანქანასთან, ნეტა რატო? დაწერეთ კომენტარებში. ნახეთ პროსტა, შეხედეთ რა საოცრებები არიან, ბიჭო. და ამას კარი რა ძერსკად ეღება, ჩემი და მაინც რომელი ჯობია, Huracan-ი თუ ეს? ბიჭო, ეს რაღაცნაირი იშვიათი რო არის, მაგპონჩია მაგარი, თორე Huracan-ი ცოტა უფრო გამოსული და ხვეწილია. სალამი კიდევ ერთხელ. მოკლედ ძალიან კარგი იყო ეს Sensto Elemento თუ რაღაც, ძალიან მომეწონა და ეგეც გარეთ დავაყენე რა.
წეღან გარეთ გავიარე, ჩემი ბიჭი და ჰურაკანი ვერ ვნახე და წამოდი აბა ერთი მაჩვენი სადაყინე მაგმანქანებს. ოპა, მაჩვენი სადაყინე მაგმანქანებსო, მგონი მეგობრებო გეგმა ბეზე უნდა გადავიდეთ. კარგით გამომყევით. ვაიმე, ფრანკლინ რა უნდა გავაკეთოთ ახლა? აქ ეყენა, გეფიცებით ყველაფერს და ალბათ მოიპარეს. კარგით, მაშინ მე ეხლავე გადავახვევ კამერებს და ვნახავ თქვენ მანქანები რეალურად მოიყვანეთ თუ წაიყვანეთ. ან რა გააკეთეთ ერთთან ვინ მოიპარა? არა, ღმერთო აგერ თურმე კამერები ყოფილა. დაგვერხა. მოხია ფრანკლინ, წადი. გავიკეცით, წავედით. ის კაცი ხوار მორბის, არა, კიდევ კაი მგონი მეგობრებო რა ხდება აქ? აქ რა ხდება? კიდევ ერთი ლამბორჯინი. კამერები არ არის როგორ ჩანს? მეგობრებო მგონი კიდევ ერთ ლამბორჯინს მოვტეხავთ. ეს არის ამ ცენტრის საცავი ალბათ. არა, საცავი კი არა, გარაჟი და რა ძერს კი ურუსი აყენია მგონი მეგობრებო. გაგვიმართლა ჩვენ ახლა შეგვიძლია კიდევ ერთი ლამბორჯინის მოტეხვა. როგორ ჩანს ამ ურუს აქ ატუნინგებდნენ და ახლა შეიყვანენ ცენტრში. დავაი ახლა მალე დავჭეკით ამაში რომ მოვხიოთ. ნელა, წავედით. ის კაცი ხო არ არის აქ? არა, იქ. ეგ არის გაქცევისას კიდევ ერთი ლამბორჯინი მოვტეხეთ და ეს ლამბო რაღაც ძალიან სასწაულად დადის. ოპა, ძალიან ძერს გატყავთ როგორ ჩანს ეს მანქანა დატუნინგებული და რა მაგარ ბადიკიძე ამას შეხედეთ. აბა ერთი ვნახოთ ამის ტოპ სპიდი რამდენია? 150 თავისუფლად მანქანამ მოგვირბინა, მაგრამ წავედით 220 და ფრთხილად ფრანკლინ მოვხი. ოპა, არა ფრანკლინ თო ოპა დავამტვით. ვაიმე დედა რა უქნა ლამბორჯინს ეს რა არის? მაგრამ არა უშავს, მაინც ყველა ჩასაბარებელია ბოლოს და გამოაკლდება რა. უბრალოდ რაც ყველაზე მთავარი ეს ფული ჩვენი ჯიბიდან არ გადის, ეს არის მოპარული ფული. ეგ არის მოვიდა ჩვენი ურუსიც თავისი ძმებთან, ნახეთ ლამბორჯინი მაფია. ძალიან სიძერსკეები ხართ იმენა სამივე გეფიცებით. მაგრამ ფრანკლინ ეხლა ჩვენ ის დანარჩენი ლამბოებიც უნდა მოვიპაროთ, რადგან არ უნდა დაგვიჭდეს. კარგი, აბა ვნახოთ ეხლა სად არის ეს კაცი. ოპა, ამჯერად იარაღით არის მეგობრებო მობილიზებული და რა გავაკეთოთ? უკაცრავად, არა. გვესვრის ფრანკლინ რა მექენი? მორბის, მოხიე, გიჟია, გაგიჟდა ვაფშე. შენ გინდა კიდევ ერთი ჩემი ლამბორჯინი. მოდი აქა, დაგხრიტო ბიჭა. არ დამხრიტო ბიზი, არ დამხრიტო. ვაიმე, წავედი, დაჩეკი ფრანკლინ, მალე. დაჩე, მიდი, მოხი. წავიდა, გააღეკარი. ეგ არის ფრანკლინ, ოქროს ლამბორჯინს სენაც მოვიპარეთ. ბიჭო, იმენა კაცმა რა დაგვიშვა იარაღით. როჟას შოტგანი რო კონდა მობილიზებული. მაგრამ ეგ არაფერი, მთავარია ჩვენი ლამბორჯინი არ დაზიანდა. მაგრამ ფრანკლინ როგორ გინდა რომ შემდეგი მანქანები მოიპარო, დაგხოცავს ის კაცი. ვახ, იმენა სიგიჟე რა. ეგ არის იმენა, ეხლა შეგვიძლია მომდენო ლამბორჯინის დავაყენოთ და დაგვჭა სულ 2 ლამბორჯინი გამოსაყვანი, რომელიც საკმაოდ გაგვიჭირდება, დარწმუნებული ვარ. ეგ არის, ესეც მივაყენეთ თავის ძმა ბიჭებთან და იმენა შეხედეთ ლამბორჯინი მაფია გაიჩიტა GTA 5-ში. всё, წავედით ახლა მომდენო მანქანის მოსაპარად, ფრანკლინ. დავაი, აბა ვნახოთ ახლა რა ხდება. ოპა, რა ხდება? ამა შეხედე, ბიჭო, პოლიციელები მოუყვანიათო. დაგერხა ფრანკლინ, პოლიციელები მოვიდნენ ახლა კამერიდან ამოიღებენ ჩანაწერებს და დაგვიჭერენ. მაგრამ მაინც უნდა შევძლოთ მომდენო ლამბორჯინის მოპარვა. სანამ ეხა ის კაცი ლაპარაკობს, ჩვენ აქედან შევალთ ესე. ოპა, აქ რა ხდება? აქედან ესე შემოვალთ. აქ მგონი არავინ არ არის, ვერც პოლიცია გვხედავს და ფრთხილად. დავაი, დაიმალე. ჩაჯექი ფრანკლინ ლამბორჯინში და დავაი, წავედით. არა, დაგვინახეს, მოხი, მან ფრანკლინ. ოპა, პოლიციას აგვეკიდა, წავედით მალე რაც შეიძლება. ოპა, ის ნახეთ რა ლამბორჯინია ფრთხილად. ეგ არის, რაც თავარია, მომდენო ლამბორჯინი მოვიპარეთ და პოლიციის მოშორებას რა უნდა? არაფერი, ბიჭო, აი ძალიან ძერს კითხე გოქვს, ფრანკლინ, იმენა მანქანებს ვიპარავთ. ეხლა კი პოლიციის მოსაშორებლად მე ვიცი რა უნდა ვქნა. გვირაბი უნდა მოვძებნო, რა თქმა უნდა. სადაც როგორც ყოველთვის ვემალებით ხოლმე პოლიციას და აი ისიც. всё, ეს ლამბორჯინიც რა თქმა უნდა უკვე ჩვენია. და ნუ ხა რას ვიძახდი რა? რას ვიძახდი პროსტა? აი მეგობრებო, ამ ლამბორჯინის მოპარვა იყო ყველაზე ექსტრემალური დღეს. დავფიქრობ რომ ის კაცი ამ ლამბორჯინის წენს საერთოდ დახურავს, იმიტომ რომ ფაქტობრივად ლამბორჯინები აღარ დარჩა გასაყიდი. ყველა ჩვენ მოვიპარეთ. ოკეი, ჩვენი მომდევნო ლამბოც მივუყვანოთ თავის ძმებს და ამათ შეხედეთ პროსტა აქ რა ხდება. აი ეს არის მეგობრებო ნამდვილი ავტომოყვარულთა სამოთხე. თუმცა როგორ შეიძლება მოვიპაროთ ბოლო მანქანა? არ ვიცი, უნდა მოვიფიქროთ. მივიდეთ ადგილზე.
ვნახოთ. ეგ არის როგორც ჩანს პოლიცია აღარ არის, არც ამ დილერშიპის მფლობელი ჩანს და სავარაუდოდ ტუალეტშია ფრანკლინ შესული. ეგ არის მეგობრებო, მგონი გაგვიმართლა. ძლივს დილერშიპის მფლობელს ტუალეტში მოუნდა და მომდენო და ბოლო Lamborghinis მოპარვის შანსიც გაგვიჩნდა და აი ეგრე იმენა დღეს ყველაზე ადვილად მოვიპარეთ Lamborghini Veneno. ოპა რა ზერსკია. დაილოცოს ტუალეტის მოთხოვნილება. მან ჩვენ ეხლა გვაშოვნინა 30 მილიონი დოლარი. ამ წამს საწეღ რამდენი მილიონი ვიშოვეთ წარმოიდგინეთ. გაგიჟდება პროსტატიპი გაგიჟდება. გეტოზე გახსნა Lamborghinis ცენტრი წარმოიდგინეთ. აი პროსტა რა ეგონატო? თქვენ დაწერეთ კომენტარებში მაგ ადამიანს ჭკუა ქონდა თუ არა თავში. ვახ ძალიან ზერსკი დღე გამოვიდა რა. დღეს მოკლედ ეხლა დავიანგარიშოთ რამდენი მილიონი ვიშოვეთ. მივუყენოთ ეხლა ესეც ამ გლებს და ვაიმე რა მაგრები არიანტო. იმენა წელსკები. ესე იგი 1 2 3 4 5 Lamborghini. ამ წუთას ჩვენს ხელშია 5 მსოფლიოში უძვირესი Lamborghini. ურუსი 500.000, 50 მილიონი Elementro, 30 მილიონი ოქროს Lamborghini, 3 მილიონი Aventador და Veneno, არ ვიცი რამდენი ღირს მაგას გავარკვევ. მოკლედ დაანგარიშება მიჭირს, იმდენად ბევრი ფული ვიშოვეთ. და რავი, ძალიან მაგარი ვიდეო გამოვიდა, ვფიქრობ დღევანდელი. და თქვენ დაწერთ კომენტარებში რომელი მანქანები მოვიპაროთ მომდენო ვიდეოში და რომელი დილერშიპი გავძარცვოთ. საღო ილონ მასკ ეს რა მაგარი ცენტრი მოუხოდავთ თო ფრანკლინ ცოტა არ იყოს სინდისი მაწუხებს რომ ეს ცენტრი უნდა გავიტანოთ დღეს ძლივს galaxy რაღაც გააკეთეს და ჩვენის უნდა გავძარცვოთ ოუ ცერსკესი Tesla Model S თან სულ ახალი და prior tuning-ზე აი ეს არის მეგობრებო ყველაზე ძერსკი Tesla მაგრამ არა მოიცადეთ ყველაზე ძერსკია Roadster-ი არა ეს მართლა ძალიან მაგარია წინა ვიდეოშიც რო ვატარეთ სასწაულად და პრინავს ეს მანქანა კი არ დადის. Tesla Model X off-road tuning-ი. გონი უკვე სინდისი აღარ გვაწუხებს რომ ეს ცენტრი უნდა გავძარცვოთ. ეს არის მგონი ყველაზე მაგარი Tesla რაც აქ აყენია. დაწერეთ კომენტარებში თუ თქვენს გინდა Tesla off-road tuning-ზე. და აქ არის ძველი Model S. ნუ ეს ისეთი არაფერი, მაგრამ ფრანკლინ რომ მოვიპაროთ, ჩაბარდება რა. Tesla Model 3. ის პედერის პიჩკის კარობკა, მაგრამ ძალიან დიდი გულით. ეს Tesla Model S დადის ძალიან ჩქარა და დარწმუნებული ვარ, აი ესეც ძალიან კარგ ფაქტში ჩაბარდება. ხოლო ეხლა რაც ყველაზე მთავარია, ეს მანქანები უნდა გავიყვანოთ ტესტ დრაივზე. გამარჯობათ. ძალიან კარგი Tesla ცენტრი გაგიხსნიათ და აი ძალიან მომეწონა ყველა მანქანა. აი განსაკუთრებით მომეწონა Roadster-ი და Tesla Model X-ი და მათი გაყვანა ტესტ დრაივზე შეიძლება? გამარჯობათ. მოხარული ვარ რომ მოგეწონა ჩვენი ახალი მანქანები და ჩვენი ცენტრი. დიახ, რა თქმა უნდა, რომელიც გესიამოვნებად გაიყვანეთ ტესტ დრაივზე. ოუ, რომელიც გესიამოვნება გაიყვანეო? ეს იმას ნიშნავს, რომ Lamborghinis ცენტრი მეორდება. რომელი უფრო ძვირიანია, X-ი თუ Roadster-ი? რა თქმა უნდა, Roadster-ი. იღადავით მანქანას ვაფშე ხმარ აქვს და გავედით ეხლა და ეხლა ვნახოთ ამის ლანჩი. 1 2 3 ოუ, ეს მანქანა კი არა რიკაშეტია. ფრანკლინ ფრთხილად არ დალეწო. მე ამას ვერცად ვერ ჩააბარე, ბიჭო, ცოტა ფრთხილად. ვაიმე, არა, გადავრჩით, აკაც გადავრჩით. ფრანკლინ კოკა ყოველთვის წყალს არ მოგვიტანს. ოუ, ფრანკლინ, როგორ იქცევი ამ ხელაკაციტო, რა სანსარებ. მაგრამ ბიჭო, როგორ არ გინდა რომ იცანსო, რომ ესეთი მაგარი Tesla მოიპარე. ოუ, 300-ით ეგრევე ქალაქში ძალიან ჩვეულებრივად ადის ეს მანქანა. ნახე, აქ გავძროეთ, ეგ არის, აქაც გავძროეთ. არა, გიჟი ხარ ფრანკლინ გეუნები. ერთი ამის სალონში ხედეთ, რა ლამაზია. პროსტა ესეთი საჭით როგორ ატარებენ ამ მანქანას. მე მომკალი და ესეთი საჭით მანქანას ვერ ვატარებ. დაწერეთ კომენტარებში თქვენ თუ ატარებთ მანქანას ესეთი საჭით. 1 2 და 3. ოუ, რა ზერსკია და რამ ხელაზე გადახტა და იმედი მაქვს ძალიან არ დავეთყებებით, მაგრამ What? ალბათ ყველამ დაინახეთ რა მაგარი რაღაც გააკეთა ამ Tesla-მ. ეხლა უნდა დავმალოთ ეს Tesla სადმე ისეთ ადგილას, სადაც მას ვერავინ ვერ მოაგნებს. აი, აქ დარწმუნებული ვარ, რომ ამის მოძებნა არავის არ მოუვა თავში ასრა. ეხლა კი წავედით მოვიპაროთ მომდენო Tesla. მაგრამ რა უთხრათ ეხლა, სად არის ეს Tesla თქო? ვითომ აი გარეთ იმ პარკინგზე დავაყენეთ. ვაიმე, რა მაგარი ყოფილა Tesla Roadster-ი. ძალიან მომეწონა და უძალიან მაგრესი მანქანაა. და თუ შეიძლება რომ Model X-ის გავიყვანოთ ტესტ დრაივზე. მაინც არჩევანი მინდა გავაკეთო. კი ბატონო, გაიყვანე, მაგრამ Roadster-ი სად არის ვერ ვხედავ. Roadster-ი აი იქით გარეთ მარჯვნივ რო პარკინგი არის, გარი ხო იცით, აი მან დავაყენე. კი ბატონო, არ არის პრობლემა, გაიყვანეთ X-ი და შემდეგ გააკეთეთ არჩევანი. აი ესეთებს საერთოდ რატო ამუშავებენ თო? ბიჭო, გობა, რამე იარაღების მაღაზია ხო არ იცი? CS:GO Fast-ის იჭება რა გჭირს, გაიხედე უკან. და რეგისტრაციის დროს $1 ჭუქნია.
გაახეთქარე ბიჭო. უკაცრავად ერთი კალაშა მომეცით, ერთი კარაპენი და ორი აფეპე. ერთი ეს კალაშა მომეცით რა. ეხლა გეუბნებოდი ჩემ მაგარი მაღაზია თქო. გადადი აღწერაში მდებარე პირველ ლინკზე, გამოიყენე ჩემ პრომოკოდის არქოა და მიიღე $1 CS:GO Fast-ის ანგარიშზე. მოდი ჩემო X-ო. დავაი, ეხლა გავიყვანეთ Model X-იც. ღმერთო, ეს საბურავებია თუ რა არის? ეს არის მონსტრი Tesla Model X-ი, რომელიც ჯერ არ გამოსულა და მარტო აქ აყენია. მოდი ცოტა გავცდეთ ეხლა ამ ცენტრს და მერე გავლანჩოთ. აიმე ამ ხელამასას რა ძრა ვიძრავს. Tesla-ში იცით რა მომწონს? მიაჭირ თუ არა მიდის. და ეს მაგანა რო ყავს. საერთოდ ვერავინ ვერ გაბედავს შენთან დადგომას. ხვახილად, ვაიმე. არათო ძალიან დიდი მანქანა არის. მაგრამ ამის ქალაქში გატესტვა არის საცოდაობა. მგონი ყველანი დამბეთანხმებით და მგონი ჯობია რომ წავიდეთ ჩილიადზე. მაგრამ მანამდე მოდი ამის ტოპ სპიდი გავტესტოთ აეროპორტში. ვიმენო ყველა Tesla ტრაქს როგორ აგდებს? კაი მაგარი ნაშასავით. 400? სანამ სიტყვა ვთქვი 400, 500, გაჩერი. ოპა! ეხლა ეს თქვენ დაინახეთ? ანუ დაბლა იმედი მაქვს 500 კმ/სთ მე არ მომჩვენებია. მოდი ერთხელ კიდე გავიმეოროთ. 200, 300, 400 და 500-ოტო. აი ეს არის მგონი ყველაზე სწრაფი Tesla, რაც კი GTA-ში მიტარებია. ნახოთ ერთი როგორია off-road-ზე. რა კაცია ნახეთ რა. ვაიმე, ჭაობებში როგორ დადის. აბა ერთი მდინარეს თუ გადალახავს. შევიდა, გადავიდა ჩვეულებრივად. всё, მე მგონი off-road-ისთვის ვყიდულობთ Tesla Model X. აკაც ვსადოთ? ვაიმე, პატარეებში იმედი მაქვს წყალი არ შეუვადა არა. საღოლტო. Model X-ისგან ამდენს ნახდად არ ველოდებოდი და დაწერეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში როგორ მოგწონთ off-road Tesla Model X-ი. რა სილამაზეები ხართ ბიჭო. ის წითელი ცხო ძალიან ლამაზი ფერია, მაგრამ ეს ცისფერიც რაღაც თითქოს განსხვავებული და ძალიან მაგარი ფერია. ეხლა დაგვერხა. ეხლა უნდა ჩავრდოთ მეგრელის მოულდი. მოკლედ გაოცებული ვარ თქვენი ტესლებით რა. ორივე Tesla ძალიან ლამაზია და ფიქრობ მესამე Tesla-ს უნდა გავიყვანო test drive-ზე რომ საბოლოოდ არჩევანი გავაკეთო რა. მოიცადეთ, ნუჩქარობთ. თქვენ წეგან მითხარით რომ როდსტერი დააყენეთ გარე პარკინგზე. დიახ, მე გითხარით, იქით ბოლოში გარე პარკინგზე აყენია. თუ შეიძლება გამოვყევით ერთი წამით, სად დააყენეთ მაჩვენეთ, იმიტომ რომ მე ადგილი შევამოწმე და იქ ვერანაირი Tesla ვერ ვნახე. ვერ ნახეთ? წამოდით. რას ქვია ვერ ნახეთ? ფრანკლინ დაგვერხა, რამე უნდა მოვიფიქროთ. აი, აქ ეყინა. არა და აქ დავაყენეთო. ეხლაც Model X-ი რომ მოვიყვანი, აქ დავაყენე. რა კრიმინალით აღსავსე ქალაქია ლოს-სანტოსი რა. მოიცა, რა გინდა თქვათ რომ თქვენ Tesla აქ დააყენეთ და ვიღაცამ ჩვენი Tesla-ები მოიპარა? დიახ, ზუსტად ამის თქმა მინდოდა მე. მე ორივე Tesla აქ დავაყენე და ვიღაცამ ეს Tesla-ები მოიპარა. კი ბატონო, ამ შენობას კამერები აქვს და ახლავე ამოვიღებ კადრებს. აქ დამელოდეთ. ოპა, ეს სადღაც გაიქცა. წავედით ფრანკლინ ეს სანამ კამერებს ამოიღებს, ჩვენ მანამდე შანსი გვაქვს რომ მოვიპაროთ მომდენო მანქანაც. ოპა, აი ესე. ეხლავე მოვა კონსულტანტი. რა გიჟია, ბიჭო, აქ დამელოდეო და გაიქცა. მაგას ეხლა რა იგონა რომ მე იქ დაველოდებოდი? გიჟია რა. და ეს Tesla-ც რა მაგრად დადის. გადავრჩით რაღაცას დატაკებას. ვახ, ფრანკლინ მაგარი გადარჩენილები ვართ. ეგ არის, всё, მესამე Tesla-ც მოვიპარეთ და დაგვჭა კიდევ ორი Tesla მოსაპარი, მაგრამ მანამდე გავტესტოთ როგორია ჩვენი Tesla Model S-ი. აქ უნდა გავჭიმო ეხლა ამის ტოპ სპიდი. ვაიმე, ეს ძალიან ჩხარიც არ არის. 300 კმ/სთ X-ი გაგორებულზე მიდიოდა. როგორ ჩანს ეს Tesla მხოლოდ ბადიკიტია და მეტი არაფერი. მაგრამ სალონი აქ ძალიან ძერსკი, კარბონი, უზარმაზარი მონიტორი, ტყავი საჭე, ალკანტარა, არა საღოლ მასკტო ძალიან ძერსკი არის. და სად არის ჩვენი Model X-ი? საწავიდა ჩემი Tesla Model X-ი. მოპარული მანქანები დავაყენეთ GTA 5-ში ყველაზე კრიმინალურ უბანში. ხედეთ რამდენი გაჭირვებულია და აქ ვინ რას გაგვიჩერებდა. სასწრაფოდ ეს მანქანებიც უნდა გადავიყვანოთ სხვა სამალავში. მოდი დროზე როდსტერი გავარიდოთ აქაურობას. სანამ ეს მოგვიტეხეს აქედან და დავაყენოთ სიმიონთან. როდსტერს დავაყენებ აი აქ. არც არავინ არ შემოვა თან ეხლა აქ ამ მანქანების შესამოწმებლად. კიდევ კარგი. Model S-ი დავხვდა თავის ადგილზე და მოვპარვა ვერავინ ვერ მოასწრო. ეხლა ესეც მივუყენოთ Tesla როდსტერს და მოვიფიქროთ როგორ მოვიპაროთ შემდეგი მანქანა. всё, ორივე მანქანას თავი ქუჩი აქვს. აქედან ეხლა არ მგონია რომ მოიპაროს. აქ რა ხდება? როგორ ჩანს პოლიცია უკვე გამოიძახეს. გამარჯობათ ხომ შვიდობა? იმოძრავე, ნუ აფერხე მოძრაობას. კარგით უკაცრავად. დილერშიპის მეპატრონიც აქ არის. ფრანკლინ დაგვერხა, მომდენო მანქანის მოპარვა იქნება ძალიან ძნელი. მოდი ეხლა ჩვენ აქედან შევიპაროთ, მაგრამ არა, შესასვლელები ჩაკეტეს. Tesla ცენტრი დაკეტილია? საერთოდ მოხდა და სამწუხაროდ ვერ შეხვალთ.
დროებით დაგეტილია. ოპა, რამე სხვა გვაქვს ფრანკლინ მოსაფიქრებელი. რა მოვიფიქროთ? ამ შენობას თავზე აქვს ველმფრენის დასაჯდომი. რაც იმას ნიშნავს, რომ ზევიდან შეგვიძლია შიგნით შევიდეთ. დაგერხათ. ყველაზე სიგიჟე რაღაც უნდა გავაკეთოთ ახლა და იცავთ აი ამ ძარცვის გამო ეს ვიდეო უნდა ავიდეს 7000 ლაიქზე. ხო შეიძლება რომ ეს თვითმფრინავი ერთ დღეს კარგად დავსვა რა და ეგ არის ჩამოვედით. ოპა, კიბეებიც არის. ოკეი, ფრთხილად ჩავიდეთ. პოლიციელები ვერაფერს მიხვდებიან, ეგონებათ რომ ჩვენ უბრალოდ თანამშრომლები ვართ. იმიტომ რომ გარედან შიგნით არავინ არ შემოსულა. ვითომ სინამდვილეში კი ჩვენ ზევიდან თვითმფრინავი ჩამოვხდით. ოხ, როგორ გაძარცვეს ჩვენი ცენტრი? მოდი აბა ერთ ტესლა მოდელის გვერდით მივწევ. თილად ფრანკლინ გადი ჯერ არაფერი უთქოთ და გავედით. ეგ არის პოლიცია გვეკიდა, მაგრამ მოვტეხეთ. სოფლიოში ყველაზე მაგარი ძარცვა იყო ეს. პოლიციის თვალწინ შენობის სახურავზე დავჯექით თვითმფრინავით. შენობაში ჩავიპარეთ და პოლიციის თვალწინ მოვტეხეთ ტესლა მოდელ S-ი. აი ეს უკვე მესმის, ეს არის ნამდვილი პროფესიონალიზმი, რომელიც ფრანკლინმა შეიძინა ამდენი ძარცვის შემდეგ. მოდი ახლა ამებსაც მივუყენებ თავის ძმა ბიჭებს, ბიჭო რა ლამაზები ხართო. სამივე ტესლა ერთმანეთზე ლამაზია, მაგრამ ნუ ეს ცოტა ძველია და სამწუხაროდ ჩვენი ყველაზე კარგი მოდელი X-ი დავკარგეთ. მოიცადე, სად გაქრა პოლიცია? სავარაუდოდ ის კაცი უკვე გადაიყვანეს დაკითხვაზე და მგონი მოდელ 3 დარჩა თავისუფალი. ის ხდება ზუსტად რაც ლამბორჯინის ცენტრში მოხდა. ეხლა შეგვიძლია ამაში ჩავჯდეთ და აი ესე გემრიელად მოვიპაროთ. უპრობლემო და არა. ვაიმე არა? ეს რა არის? ბიჭო, ეს რა ჩქარია? აუ, სასწაულად ჩქარია. ტესლა მოდელ 3 ეძახე და რას დადის? ბიჭო, 200, 300. ერთი ეს აეროპორტში უნდა წავიყვანო და უნდა გავტესტო როგორ დადის. წავიდა 200. წამებში მიაჭერ თუ არა 300? არა, ტოპ-სპიდები დიდი არა აქვს, მაგრამ 400-ზე თავისუფლად დადის. ნუ მოდელ X-ი ჩქარია უფრო, მაგრამ ნუ მოდელ 3 რომ მოდელ S-ზე ჩქარია, ძალიან გამეკვირდა და მოდი ახლა ესეც მივიყვანოთ სემიონის ავტოსახელოსნოში. გზად აქაც შევიაროთ და რამე კაი გააკეთე. რამე მაგარი ილეთი, ბიჭო, არ შეგიძლია რომ გააკეთო, უეჭველი შეგიძლია. მიდი, შენ ამას შეძლებ და არა, შენ ამას ვერ შეძლებ. საკმაოდ დამღრელი დღის შემდეგ ჩვენი ბოლო მეოთხე ტესლაც მოვიყვანეთ ჩვენს ავტოსადგომზე. სამწუხაროდ მეხუთე ტესლა დაგვაკლდა, იმიტომ რომ მოგპარეს, მომდევნოში გავითვალისწინებთ აუცილებლად. იმედი მაქვს მოგეწონა ჩვენი დღევანდელი ვიდეო, დაწერეთ კომენტარებში რომელი ტესლა მოგწონთ ყველაზე ძალიან. და აუცილებლად დაალაიქეთ ეს ვიდეო, რომ მომდევნო ვიდეოში მოვიპაროთ სანტა კლაუსის სახალხო მანქანები. უეჭველი ძალიან მაგარი ვიდეო გამოვა, ამიტომ ლაიქ და subscribe არხს. ჯიგრები ხართ რომ მიყურებდით, აბა ჰეით და აბა ჰოთ.